აბა მოგესალმებით ყველას. ესეთი ლამაზი ნალექიანი ყავა მაქვს დღეს და რაც თავარია გემრიელი. ესეთ შემოძვირფასებო დავიდგი კამერა, ვიფიქრე ყავის დალევის ვიდეოს ჩავწერ თქო, მაგრამ ნატალიმ ჩამიშალა გეგმები, იმიტომ რომ საქანელზე დაჯდა და კატაობა დაიწყო, ჩვენი საქანელო კი საშინლად ჭრიალებს წინა ვლოგებიდანაც იცით და მოკლედ თქვენი ყურები დავინდე ამჯერად და აღარ გადავწყვიტე რომ აღარ დამელია ყავა თქვენთან ერთად, სხვაგან წასვლაც დამეზარა, იმდენად კარგი იყო აქ ჯდომა, რომ გადავწყვიტე ესე ჩემთვის დამელია, ხან ნატალის ვეჭორავებოდი, ხან თქვენს რავი რაღაცას მაინც გეჭორავებოდით, წუწუნებდი თუ რაღაცას მხიარულს გიყვებოდით, უკვე მეც არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ვიდეო არ გამოვიდა. ზოგჯერ ესეც ხდება ხოლმე, რაღაცა არ მიდის გეგმის მიხედვით. ამჯერად დავტოვებ ესე როგორც არის. ამ დღეს გქონდა ჩემთვის ერთ-ერთი მოკლედ ტოპ 10-ში შესაყვანის ადი. ძალიან მიყვარს, საიდაც დევს თეფშზე ყველაფერი. გავგიჟდი ამ ჰორტენზიებზე, როდესაც დავინახე ვაზაში, როგორი ლამაზი არის. ძალიან ისეთ სიმყუდროვის ეფექტს აძლევს ოთახს და სულ სხვა ფერებში ათამაშდა ჩემ თვალში. ეს კი ჩემი დღევანდელი მანიკური, რომელიც ძალიან მომწონს, იმიტომ რომ სამი ფენა წავისვი და შილაქივით გამოვიდა. Черный фури, литвури. Видишь как? Это ликаны. Это чипсы. Самое главное, зачем они пошли. Так, это лимонад. Ай, сно, მე რო გეუბნები, привкус, ხილის ароматит. Что это? Семечка. Там клади чипсы, а то здесь места нет. На это тоже туда. И сдачи даже туда. ლამაზია. ნატალიმ დახატა. ნახა კი ესეთი ლამაზი გოგო თვითონ. ნახე პანშეტში თავის თითუკებით. ფაქრის გარეშე ხო შენ გავს და მართლა. ნახეთ რა ლამაზია. ძალიან ლამაზია. მართლა. ნატალი არაფასებს თავის ნახატს იძახის რომ არაფერი ისეთიო და მე გავგიჟდი. იმიტომ ვიძახი ეგრე რომ ანუ ეგრე ხატვა მე არ შემდგე, იმიტომ რომ იგი იყოს სადღაც ცოტა პაპუიტკა რა მე ასე იცი. მე რა, აი რო ცდი და ცდი, ხედავ როგორ გამოდის მე. ბევრჯერ რო ცდი, ერთხელაც გამოვა და ძალიან მაგარი გამოდივიდა მართლა. აჩახტე. დილეს ლამაზი. აი ესეთი წვიმა. ნახეთ როგორ წვიმს. რესტორნიდან მოისმის ხმები სიმღერის, მაგრამ მე ჩემი სიმღერები ვარ ჩართული. ახლა ცოტა ხანი გამოვქე. სამძის უმძირას მივირთმე. გაგრძელებ ვლოგს. ეხლა არის დრო საუზმის შემდეგ და ეხლა იდეაში არის დილა, მაგრამ ისეთ შეგრძნება თითქოს საღამოა, იმიტომ რომ მთელი დღე წვიმს. არ ვიცი გესმით თუ არა წვიმის ხმა. ეხლა ისე ძალიან არ წვიმს, წეღან უფრო დაასხა და ეხლა გაჩერდა და მთელი დღე არის ისეთი სასიამოვნო სუფთა ჰაერი, ძალიან მომწონს ეს სიგრილე. აი ძალიან მიყვარს მით უმეტეს ზაფხულში, ესე დღეებში ვარ უბედრიერესი. არ ვიცი რატო, თითქოს ვამპირი არ ვარ. მაგრამ როგორც ვიცით, ვამპირებს უყვართ სიბნელე და არ უყვართ მზე და აი მეც ვერ ვიტყვი რომ მზე არ მიყვარს, კარგი ამინდიც მიყვარს, მაგრამ ამ ამინდში არ ვიცი, სულ სხვანაირია.
შეგრძნებები და ძალიან ბედნიერი ვარ ეხლა რომ ხედავ აი ეს სიცხე რო არ არის სიკრილი ნახეთ როგორ ჩავიცვი ნატალის რაღაც ზედა ვიპოვე აქ და ჩავიცვი ესე ჩავიფუთე გებრიელად ხო და მოკლედ ეხლა ვაპირებ რომ გამოვაცხო კექსი ესეთ ამინჩი მინდა რომ სახლში დადგეს ესეთი ვანილის სურნელი თელ სახლში დაიღვაროს ეს გემრიელი სურნელი და ვიცი რომ ბავშვებსაც გაუხარდებათ ამიტომ ეხლა წავალ და მოვამზადებ კლასიკურ კექს თავის ქიშმიშებით ცუდი ის არის რომ დღეისთვის ვიდეო არ მაქვს მომზადებული სავარაუდოდ დღეს ვერ დავდებ ან თუ დავდებ ძალიან გვიან იმიტომ რომ უკვე აღარ ვიცი რა გადავიღო. ეს წვიმიანი დღეები იყო ახლა ხანს, ამიტომ არსად არ გავსულვართ. ვართ სახლში, ოჯახურ სიტუაციაში, ამიტომ ესე აქტიურად არ გადამიღია არაფერი. ესე დავრჩი ვიდეოს გარეშე მეგობრებო. ესეთი ამბები. ხალ კიდე წენებთან დაკავშირებით არ ვიცი რა გეწყინათ, ვის რა გეწყინათ, მართლა არ ვიცი. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ უყუროთ ჩემს ვლოგს თუ ყავის დალევის ვიდეოს, სადაც ვამბობ ჩემი არხის პოლიტიკაზე, ვსაუბრობ პოლიტიკაზე და კიდევ ერთხელ რა ვიცი გადახედეთ და თუ ვერ გაიგებთ არ ვიცი. ძალიან სამწუხარო არის თუ ვინმე ჩემზე ნაწყენი არის, იმის გამო რომ კომენტარი წავიშალე. მე უკვე ვთქვი რომ როდესაც დავინახავ რამე ისეთ კომენტარს, რაც არ მომეწონება, ჩემს ოჯახის წევრებთან დაკავშირებით აუცილებლად წაიშლება. იმის და მიუხედავად რამდენ გულებს დამიწერთ და რამდენი წელია მიყურებთ. სამწუხაროდ. იმიტომ რომ მე თქვენ არ გიცნობთ, თქვენზე დასკვნებს ვაკეთებ, მხოლოდ იმით, როგორი შინაარსის კომენტარებს მიწერთ და ზოგს გიყენიათ ფოტო, ზოგს არ გიყენიათ საერთოდ და იმასაც კი ვერ ხვდები რა ასაკის ადამიანია და ძალიან რთული არის ესე ყველა ადამიანს რაღაც თავის ხედვა აქვს და შეიძლება ვიღაც ფიქრობს რომ ისიც არაფერს არ ამბობს და არ წერს, მაგრამ მეორე ადამიანი რაღაც ძალიან ისე იღებს. მე ვიცი რომ შეიძლება ცუდად არავინ არ წერთ, უბრალოდ თქვენ ფიქრობთ რომ ეს ნორმალურია, მაგრამ რაც ჩემთვის არ არის ნორმალური, ეს წაიშლება იმის და მიუხედავად თქვენთვის ეს ნორმალურია თუ არა. არ ვიცი რა გაიგეთ, მაგრამ თუ გაიგეთ, ეგ TikTok-იც კი მაქვს ეგეთი გაკეთებული შვილო, თუ გაიგე, თუ ვერ გაიგე და ვერ გაიგე. ანუ არ ვიცი. ამიტომ არ მინდა ხა გარჩევები, დრამები და სცენები, ძალიან გთხოვთ. ანუ ძალაითად შეხედეთ ყველაფერს და მე მგონი მიხვდებით. მოკლედ ხალხო, ახლა დავურეკებ ჰატის და ვკითხე ქიშმიშით როგორ გავაკეთო ის თქო კექსი, იმიტომ რომ ქიშმიშით არ გამიკეთებია არასდროს და რა ვიცი ვიფიქრე, ცხელი წყალი ხო არ უნდა დავასხა თქო. ჯერ და მასე ხო არ უნდა ჩავყარო თქო, იმიტომ რომ ახსოვს პასკებს როცა აკეთებ და ცხელ წყალს ასხავდა ხოლმე და მაგიტომ მოკლედ ფატის დაურეკე და მითხრა რომ არაო, უბრალოდ თბილ წყალში ჩადე ცოტა ხანიო ქიშმიში, სადღაც რავი, 1 მუჭა, ცოტა მეტი, 2 მუჭა. დაახლოებით ცხელ წყალში არა და თბილ წყალში ჩადეო, სანამ აკეთებო იმ კექსის ცომს. მანამდე მოკლედ იყოსო წყალში და მერე ფქვილში ამოავლეო და ისე ჩაყარეო რა ბოლოს და მოკლედ მასე გააკეთეო და ეგრე გავაკეთებ ახლა. აი ესე ზარია ხობელთან წყალტუბოში განვახორციელებ. აი ვიწყებ კექსის მომზადებას ძველებული ჩემი მეთოდით. ინგრედიენტებს ხედავთ. ოღონდ აქ 1 ჭიქა შაქრის მაგრად 2 უნდა იყოს, მეორესაც დავამატებ. კაი, ესე იგი. დავიწყებ. შაქარი და მეორე. მოკლედ ესე ავთქვითოთ. სმეტანა დავამატო. დაახლოებით 5 კოვზი. მაგრამ მთლიანი 5.
ვიშიდო სმეტანას ვაყოლი. კექსის გაკეთება. სმეტანის მაგრად იცი ხაჭოთ შეგიძლია რომ გავუკეთო. იგივე გემა აქვს ჩემი ხაჭოს და ხო, უფრო დაჟე უფრო ქაფუტია რაღაცნაირი. ისე ყავი. ზეთიც დავამატოთ. რაზმ ხლიცილი ხო ეს კიდე. ისე და ბარემ ვანილიც. ესე. ქულში ამოვლებული. ისმიში და ჩავყაროთ. ესე. რა თქმა უნდა, ფქვილი მიზებებმა და ფქვილი და ქიშმაში არა. ქიშმიში პირიქით ცოტა. ჩვენ პასკებს რო ვაკეთებდით, ესე გვეგონა რომ მეთქი რამდენი ქიშმიშია, მაგრამ მე ისა არ ყოფნიდა. ზოგს არ უყვარს ხა ქიშმიში და ვისაც არ უყვარს, იმათვისაც ცოტა სიდობნი რო იყოს, ისეთი გავაკეთე. ქიშმიში რანაირად არ უნდა მოყვარდეს. აი მეც არ მიყვარს, ახლა რო გითხრა არ მიყვარს დიდად. რატო? მე რა არ მოგწონს ქიშმიში. კაი, ეხლა მოვამზადოთ ჩვენი ფორმა. აი, კაი, ცუკატები მეც არ მიყვარს. ხო, ცუკატები, ხო, ცუკატებს მირჩევნია ქიშმიში, მაგრამ ქიშმიში კიდე პროსტა ის არის, ანუ ვინაგრად. მოდი ის გავახუროთ ეხლა. ყავისთვის უკვე მექნება მზად, მინდა დავიწყე ესე ადრე. გაკეთება, ძალიან ბევრი ხوارა. როგორ ბევრი რაც უფრო ბევრია, მით უფრო კაია. რატომაც არა. სამაგიეროდ სქელი ნაჭრები იქნება. თუმაშ. ფატი ამას შუაზე ყოფდა ხოლმე. არა უშევ, ცადოთ ეგრე. თუ არა და შემდეგში აღარ. Я такая позорюсь. Не умею печь. ცადოთ, შემდეგში ხომდა ვიცი. ვაფშე რატო გააკეთე მაშინ ეგრევე? შანს мне не дадут. ვაფშე რატო გააკეთე ეგრევე? არა, სულ ესე ვაკეთებ ხოლმე. ну, პრინციპში წინაზე კი ეგრე გავაკეთე მე ზუსტად. წინაზეც ეგრე გავაკეთე ზუსტად ამ ინგრედიენტებით და თლიანი კექსი ერთ წინაში ჩავდე. არა არის ძალიან. ეხა ეს რამდენ ხანში იქნება? 1 საათში ან ცოტა მეტში. მოკლედ აი ესეთ კექსს ვამზადებ, ეხლა მას შევდგავ გასკურაში და იმედია რომ გემრიელი გამოცხება. აბა ვნახოთ. ესეთი კექსი გამოცხვა. ეხლა მთავარია რომ ამოვიდეს და არ გატყდეს გადმოტრიალების დროს. იმედია რომ გემრიელიც იქნება. ცოტა აქეთ ხარ უფრო მიიწვა, ამიტომ მე აქედან ჩავდე, შევატრიალე და აქაც ცოტა ესე კარგად ფერზე რომ მოვიყვანე, გამოვთე და ვნახოთ აბა როგორი გამოვა. აბა გავხსნათ. აი, რა კარგად ამოძრა. საერთოდ არ მიიწება, ხო? აქეთ ხარეს ცოტა ის არის, მუქია, მაგრამ არა უშავს. აი, და შევფქუსნიებო. აბა ნახოთ. თორე შიგნით იყოს კაი. რა ცხელია ტარიღმა. კაია ხო? ძალიან ცხელი არ უნდა დაჭრას, უნდა გახსენდეს. რამოდენიმე ნაჭერს დავჭრი, გაგიცილდეთ მალე. ესეც დღის ყველაზე ბედნიერი მონაკვეთი. ყველაფერი ძალიან სწორად გავთვალე, ყავისთვის კექსი უკვე მზად მქონდა. მოკლედ ხალხო, ძალიან გემრიელი კექსი გამომივიდა. თითქმის მთლიანად შეიჭამა. რამდენიმე ნაჭერი დარჩა. არა და გაციებაც კი ვერ მოასწრო. ისე გაციებული უფრო გემრიელი არის იდეაში, მაგრამ ვინაცა და და კექსი მოგეწონა?
ხედე მოკლედ გაციებაც არაცადეს კექს ისე მიირთვეს ძალიან გემრიელი გამომივიდა და მართლაც სახლი აივსო გემრიელი ვანილის სურნელით მეგობრებო ასე რომ გამოაწყვეთ კექსი აუცილებლად ესე ცივამინში ძალიან გემრიელია ჩაისთან ან ყავასთან ერთად რეცეპტი დაგიტოვეთ ასე რომ აუცილებლად სცადეთ თუ ვინმეს ჯერ არ გაიკეთებიათ კექსი არ გეგონოთ რომ რთულია ძალიან ადვილად კეთდება ამინდი არ შეცვლილა ისევ ისეთი წვიმა არის ხან წვიმს ხან გადაიღებს ჩვენ უკვე მალე წავალთ ჩვენი აჯებს ნატალი გააკეთა შურო გააკეთე. გააკეთე. ხო, უკვე გშიათ? კაი, ეხა ჩავიდეთ. დღეს დედამ გააკეთა აჯებსანდალი. გუშინ მივირთვი თევზი, შებოლილი, ძალიან გემრიელი იყო, გემრიელესი. და აი ესე გადის ეს დღეები გემრიელობებში. დაწერეთ თქვენ როგორ ისვენებთ, სად ხართ, სად აპირებთ წასვლას, ჩვენი დასვენების დღეები აქ უკვე იწურება, ეხლა მივდივართ მალე თბილისში, იქაც საქმეები დაგვიგროვდა, მისასვლელი ვარ რამდენიმე ადგილას. მოკლედ აი ესე ვირგებთ ბოლო დღეებს, მაგრამ კიდე ჩამოვალთ აუცილებლად, აი როგორ გურხუნებს, გესმით? იმედია რომ კიდე ჩამოვალთ ზაფხულის მანძილზე, კიდე მოვასწრებთ ცოტა ხნით მაინც ან აგვისტოს ბოლოს ვფიქრობ, ან სექტემბრის დასაწყისში ვფიქრობ, რომ კიდევ ჩამოვალთ. საერთოდ არ იყოს სიცხეები, ერთი დღეც კი არ მახსოვს, რომ სიცხე ყოფილიყოს, რაც აქ ვართ, სულ რაღაც გრილი დღეებია, როცა მზე იყო, მაშინაც კი ისე არ ცხელოდა და რა ვიცი, საერთო ჯამში ძალიან კარგი იყო, აქ ყოფნა, ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ბავშვებიც კარგად გაერთნენ, კარგია რომ ჩემი დიშვილიც ჩამოვიდა. მე და მარტოც ვუყურებდით ხოლმე სერიალს საღამოობით. ხა რაღაცებს ვთამაშობდით და მოკლედ ესე გავიდა ეს დრო. ჩემო კარგება და ლამაზობა. ესეთი იყო ჩემი ვლოგი, ეხლა წავალ, ბავშვებს გავუმზადებ გაუშვი სუფრას, უფრო სწორად, იმიტომ რომ დედა ჩემო უკვე გაამზადა. სადილი იქნებ ეს ვიდეო გავაკეთო და თავის დროზე დავდო უკვე, რომ თქვენ ნახოთ. ცოტას გაჩვენეთ. აი ესეთი წვიმა, მეგობრებო. ნახეთ როგორი ვაიბია. ნახეთ რა სიმშვიდეა. აი ესე წვიმს. ეს ჩვენი ბალია. საქანელას სველდება, სკამები სველდება, მაგიდა სველდება, ვარდები სველდება. აი ესეთი ამბებია კახეთში მეგობრებო. აი როგორ წვიმამ დაუშვა ნახეთ. წვიმა გადავიქეცი შენთან გამოვიქეცი. აი ესეთ ამინჩი ვარ ბედნიერი. რამდენს არ უყვარს ხოლმე, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ეს ხმები.